შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო წარმოგიდგენთ ახალ და საინტერესო წიგნებს. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცის ბაზაზე. ნოდარ მაჭარაშვილი, 9 მოთხრობა. უდაბნო. ჩემი ამბავი ბავშვობიდან რომ მოგიყვეთ, ძალიან შორს აგვიყვანს. უჯობესია ისეთი ასაკი ავარჩიოთ, წერალსაც და მკითხველსაც რომ აწყობდეს და დააინტერესოს. უამრავი ადამიანი შემხედრია, რომლებიც ემოციურად ყვებიან წარსულ დღეებზე და რომანტიკულ პაუზებს აკეთებენ წინადადებებს შორის. ამ დროს შენ ერთი სული გაქვს, ენა გააჩუმონ, მაგრამ მაინც ზრდილობიანა ჩესქერი თვალებში. ბევრჯერ ქონია ასეთი სიტუაცია ცხოვრებაში, არა? საერთოდ წარსულის მოგონებებში ჩარჩენას და ამაზე დროის დახარჯვას მომავალზე ოცნება სჯობს. უფრო პერსპექტიულიცაა. წერლებმაც წაიღეს ტვინი რა. თითქმის ყოველი მათგანი ბავშვობას რომ მისტირის. ეს ბანალურობა მეც მჩვეოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მოვინდომე გადავჩვეოდი. 18 წლისამ ჯარის მაგრად მეშინოდა. სულ აცხადებდნენ ხოლმე მოამბეში, დღეს ამადამ ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო, ან იმან და იმ ჯარისკაცებმა ერთმანეთი დახოცესო. შემეშინდებოდა, აბა რა იქნებოდა. 20 წლამდე ისე მივაღწიე, რაიონის კომისარიატიდან სამხედრო პირი არ გამომცხადებია. დაუსწრებელზე სწავლას ნაღდად არაფერი სჯობს, თან როცა რექტორი შენი ბავშვობის მეგობრის მამაა, მოკლედ ამ ამბავში მაგრა გამიმართლა. დედაჩემი მაშინ გარდაიცვალა, ჩემი და რომ გაჩნდა. დაბადებიდან უბედური ვიყავი. მამაჩემი ლოთია, რომელსაც უკვე 2 წელია ექიმებმა დალევა აუკრძალეს. ფხიზელი საშინლად გამოიყურება. 24 საათის განმავლობაში ახლად გაღვიძებული სახე აქვს. უკვე აღარ ვიცი რომელი სჯობს, ლოთი იყოს თუ ახლად გამოღვიძებული. არჩევანის წინაშე რომ არ ვდგავარ, დამეთანხმებით. უმცროსი დამყავს. მაგარი მასტია. ყოველ დილით 7 საათზე დგება და კუსტმა 7 წრეს არტყამს აჩქარებული ძუნძულით. მხოლოდ მაგიტომ კი არ არის მაგარი ტიპი. არა, თან სულ ჩემ მხარეზეა. წერლობას რაც შეეხება, ახლახან მოვკიდე ხელი. 2 რომანი, 1 მოთხრობებისა და 1 ლექსების კრებული მაქვს მზად. მგონი არც თუ ურიგო შედეგია. თქვენ რა სიტყვით? ფილოსოფოსობაზე დღესაც ვოცნებობ, მაგრამ არაფერი მიცდია. ვიცი, არც ნერვები არ მეყოფა და არც ნებისყოფა. თან ზუსტად ისე ვფიქრობ, როგორც ნიკოლოზ ბერდიაევი, მაგრამ სამწუხაროდ მასავით ვერ ვაზროვნებ. ფიქრსა და აზროვნებას შორის ხომ უზარმაზარი განსხვავებაა. ლოთები მხატვრულ ლიტერატურაში ხელმოკლე ადამიანები არიან. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან მამაჩემს იმდენი ფული აქვს, ბოთლებს ვეღარ ატევს, აუში რომ ბარი აქვს იმის თაროებზე. ტუალეტის ქაღალდის ბიზნესს ნაღდად არ უწერია გაკოტრება. სანამ კაცობრიობა იარსებებს, მანამდე იქნება. მამაჩემს საშინლად აღიზიანებს ის ტუალეტები, სადაც უკანალის ჩასაბანებია დამონტაჟებული. ყველა რომ ასე მოიქცეს, საქმე ცუდად წაუვა ჩვენს ოჯახსო, ამბობს. გონი სულ ტყუილად ნერვიულობს. სამშობლო სიყვარულით არასოდეს გამოვირჩეოდი, მაგრამ რა წლები მომემატა, სიყვარულმაც იმატა. რაგბის თამაში დავიწყე. ვიფიქრე, პატრიოტიზმი ამ სპორტს ყველაზე უფრო უხდება მეთქი. პერსპექტიული სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ
ერთ-ერთი შერკინებისას ნეკნები ჩავილეწე და იმ დღიდან ბუცების ჩაცმაც ამეკრძალა. ფულის შევნაზე არასოდეს მიზრუნია, რადგან შუა ოთახში მარმარილოს მაგიდაზე მარმარილოსავე ვაზა რომ გვიდგას 100 ლარიანი კუპიურებითაა მუდამ სავსე. ჩვენი გაქურდვა არასოდეს უცდიათ, რადგან ისეთი დაცულები ვართ, ავტომატიანმა დარაჯებმა ლამის მიარ შემიშონ საკუთარ სახლში. თბილისში რამოდენიმე ოჯახის გარდა დიდად გულზე არავის არ ვეხატებით. ასე ამბობენ, ტრაკის წმენდით გამდიდრებულ ქართველს რა უთხარითო. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, თლად ბედნიერები არა ვართ. ძალიან ლამაზი გოგო მყავს, მაყვალა ჰქვია. ნამდვილი ქართული სახელია. აზრზე ხართ, ჩვენს თაობაში მაყვალა გაგიგიათ? ჩვენ ქვემოთ ცხოვრობს. ბავშვობაში მსუქანი იყო, ამიტომ ყურადღებას ვერ იქცევდა. უნამუსობაა იმის აღიარება, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ. თითქმის ყოველთვის თვალს ვარიდებდი მის თეძოებს, რადგან ცუდ ხასიათზე მაყენებდა. 1 სექტემბრის დღეს, როცა არ დადაგებიდან დავბრუნდი, მაყვალა ისეთი მოხდენილი დამხვდა. თვალებს არ დაუჯერე. ამ შეხვედრიდან 2 დღეში მივხვდი, რომ მიყვარდა. სიყვარული აუხსენი და ბერდიაევის წიგნი ვაჩუქე. მამაჩემმა მითხრა რაიმე უცნაური აჩუქეო. მაყვალა მართლაც გაოგნებული თვალებით დაჰყურებდა წიგნს. დღემდე გაოგნებულია და ერთხელაც არ გადაუფურცლავს. ღამეებს თეთრად ვათენებდი. მაყვალას პასუხს ველოდებოდი. ბოლოს მითხრა, არ მევასებიო და უნიჭოდ ჩაიცეკვა. რომ დავაკვირდი, მივხვდი, ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა. ჩემამდე ძლივს აღწევდა. Schichtem op Deutschen ის სოლისტის სომხურ ამერიკული ხმა იყო. ამის შემდეგ დიდხანს არა, მაგრამ 2 კვირა ვიტანჯე. მერე ყველაფერი დამავიწყდა. სერიალებში რომ უსაშველოდ სიყვარული იციან, მე სულაც არ ვარ ისე. ისევ მოვიდა გაზაფხული და მესამე კურსზე გადავედი. არადა მსახიობობის წვეთიც კი არ მცხია რა. ამას რომ მივხვდი, უკვე გვიანი იყო. სხვა პროფესიას ნაღდად ვეღარ ავირჩევდი. ფოთლები გაყვითლდა და ქუჩები მზისფერი ტროტუარებით მოიხატა. არასოდეს ყოფილ ვარ ბარხატნის სეზონზე ზღვაზე. ამბობენ, დელფინების გადაცურვას მხოლოდ სექტემბერში თუ იხილავო. გონიოში წავედი შხენტებთან. ჩემი მეგობრები არიან, ოღონდ გოგოები. ოღონდ რატომ დავწერე, მე თვითონ არ ვიცი, ალბათ ქალები რომ არიან იმიტომ. მარტო გავემგზავრე, რადგან ერთ-ერთმა ჟღენტმა მითხრა, ვინმე გოგო არ ჩამოიყვანო. აქ საორგიო ადგილი არ არისო. ისე ბევრს ჩვეულებრივი სექსი ორგია ჰგონია. უფრო სწორად აწყობს, რომ ეგრე ეგონოს. რატომ კაცმა არ იცის? შავი ზღვა თავის თავს არ ჰგავდა. წვიმებისაგან ისე გაზრდილიყო, ოკეანეს დამსგავსებოდა. ღამეები ერთმანეთს ჩარჩქარა ეწეოდნენ. სახლში სრულიად მარტო დავრჩი. რას წარმოვიდგენდი, გასაღებს თუ მანდობდნენ. სამწუხაროდ, თავქარიანი კაცის სახელი მაქვს. ნეტავ თავწვიმიანი კაცები თუ არსებობენ. მოვიგონე, რომანი უნდა დავწერო და განმარტოება მჭირდება მეთქი. ალბათ ამ მიზეზმა გაჭრა და იმანაც, რომ პირველ რომანს მიქებდნენ. სახლი 1 კვირით ჩემი გახდა. ზღვაზე ხომ პოეზიის მუზას უფრო დაეძებენ, ვიდრე პროზისას. მე პირიქით გადავწყვიტე. თუმცა არც ერთი გამომივიდა და არც მეორე. მარტოობა მალე მომწყინდა და თბილისში თავქუდ მოგლეჯილი გამოვიქეცი.
სამარშრუტოთი ვიმგზავრე. მამაჩემმა მძღოლი არ გამომიგზავნა, რაღაც უაზრობა მოიმიზეზა. სახლთან მაყვალა შემხვდა. ძალიან ლამაზი იყო. მართალია თბილი სალამი გამოიმეტა, მაგრამ ეგრევე წასვლა დააპირა. მოიცა გოგო, კაცე ხელი, მომენატრე. მე არა, მატყუებ, არ გატყუებ. დაიფიცე, შენს თავს ფიცავარ. მომიგო დამცინავად და ხელი მოხერხებულად გამომსხლიტა. კიბეზე რომ არბოდა შემოტრიალდა და წამით შემომხედა. ისევ შემიყვარდა და ისევ თეთრი ღამეები დაიწყო. ათეისტი ვარ, არავის უმხელ, ვიცი, ზურგს უკან გამლანძღავენ. ბერდიაევის წაკითხვის მერე დავრწმუნდი, რომ ათეისტი ადამიანი არ არსებობს. ასე უწერია, არ არსებობს ადამიანი, რამე ან ვინმე რომ არ ჰყავდეს გაღმერთებულიო. გონი მართალს ამბობს, მე სიყვარულის მწამს. ჩემთვის ესეც საკმარისია. წელიწადიც მომემატა და ჯარისკაცობაც მომინდა. ოცნებად გადამექცა ომიდან დაბრუნებულს, ოდნავ მეკოჭლა და შავი მოხდენილი სათვალე მკეთებოდა. გონი ამაში უცნაური არაფერია. გუშინ კარზე მსუბუქად დააკაკუნეს. რატომღაც ადგილიდან არც მამაჩემი და არც ჩემი და არ დაძრულან. გააღე რა, თხოვა მამამ. კარი ისე გამოვაღე, სტუმრისთვის არ შემიხედავს. უნიფორმაში გამოწყეპილი ახალგაზრდა შემოვიდა. ისი აცეცებდა თვალებს საგანგებოდ გამოგზავნილი ვალის ამკრეფი ბანკის თანამშრომელი გეგონებოდათ. რა გნებავთ? მე წარბები აპრიხა სტუმარმა და საჩვენებელი თითი გულმკერძზე მიიდო. ისე გაიკვირვა, დავიბენი, ვიფიქრე, უხერხული კითხვა ხომ არ დაუსვი მეთქი. დიახ, თქვენ. უკან აღარ დავიხიე და ხელით ვანიშნე, მობრძანდით თქო. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამერკვია, რა უნდოდა. შემოვიდა და შუა ოთახში დადგა. სამხედრო კომისარიატიდან გაწუხებთ. მზად ხარ თუ ხვალისათვის მოემზადები? რა, ომი დაიწყო? ღიმილით ვკითხე, თუმცა გულში სულაც არ მეღიმებოდა. უცნობმა მაგიდასთან სკამი გამოსწია და ჩამოჯდა. ისე შინაურულად იქცეოდა, თითქოს მანამდეც ხშირად გსტუმრობდა. ხვალ დილის 7 საათზე მზად იყავი. ჯარში მივდივარ? დავსვი იდიოტური კითხვა. ხო, რა არ არის დრო? ნიშნის მოგებით მომმართა მამაჩემმა. უნიფორმიანი სტუმარი 10 წუთი ლაპარაკობდა. მე ის 10 წუთი დაბღვერილი ვიყავი. ხმა არავისთვის გამიცია. ნახვამდის დაგვიკრა თავი დაუპატიჟებელმა სტუმარმა და გაუჩინარდა. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს ვიზიტი ჩემთვის. საქართველოში ჯარში ვინღამიდის. სხვათა შორის ერთი მწერალი გამოვარდა გუშინ ტელევიზიით. ჩვენ ებრაელებს უნდა მივბაძოთო. ბიჭები კი არა, გოგოებიც ჯარში გავამწესოთო. წარმოვიდგინე, ავტომატ მომარჯვებული ის ქართველი გოგოები ცხოვრების ძირითად ნაწილს ღია კაფეებში რომ ატარებენ და კინაღამ გული ამერია. არ ვიცი ასეთი შეგრძნება რატომ გამიჩნდა. ნერვიულობდი და მამაჩემზე გაუბრაზდი. რატომ არაფერი არ მოიმოქმედე, მამა? გაღიზიანებული ტონით ვკითხე, როცა მარტონი დავრჩით ოთახში. ჩემ დას უკვე ეძინა. აი მაინც რა სითხო ჩემგან? მთელი ცხოვრება კუჩში გზდიო? რამ შეგაწუხა ბოლოს და ბოლოს 2 წლით წახვალ? რაღაც ახალს ნახავ.
ამ ისედაც დედა მოტყნულ ცხოვრებაში როდემდე უნდა უყურო ჩემს ლოციფაც. ამ ისედაც დედა ნატირებ ცხოვრებაში როდემდე უნდა უყურო ჩემს ლოციფაც. ჩემი მეგობრებიდან არავინ არ მიდის ჯარში. წავიწუწუნე ჩემს უბედურებაზე. აი დარდი, შენ წაბრძანდები. მოკლედ პირდაპირ გეტყვი. ჩემი იმედი ნუ გექნება. ერთადერთი გზა პაბეგია. იქნებ ტყეში გავარდნაგნებავს აბრაგად. ორი არჩევანი გაქვს. ან ჯარი, ან გაქცევა. ჩემი აზრით პირველი სჯობს. ლაპარაკი ამით დავასრულეთ. იმ ღამეს ტელეფონის ყურმილი არ გამიგდია ხელიდან. ურეკავდი ყველას, ვისაც ვიცნობდი და ისე ვემშვიდობებოდი, თითქოს მოუსწავლეთში მივდიოდი. ეს საქმიანობა ძალიან მომეწონა. როლში შევიჭერი და ხალხს ვეუბნებოდი, სამშობლოს თავი უნდა ვანაცვალო მეთქი. მოკლედ რაინდობდი რა. უცნაურია, მაგრამ თბილისში დილა მამლის ყივილით გათენდა. ცას ისეთი მკვეთრი ლურჯი ფერი დაჰკრავდა, ასფალტსაც გადაედო. სატვირთო მანქანის ჯანჯღარის ხმა კილომეტრის დაშორებით მოისმოდა. ქუჩა ცარიელი იყო. მხოლოდ 1-2 ღამენათევი უსახლკარო დაბორიალობდა. მანქანა ჩემი აივნის ქვეშ გაჩერდა. გამხდარი მელოტი, ჩაჩაჩულ შარვლიანი და რეზინის ჩექმებიანი კაცი გადმოვიდა და აივანზე მდგომს ხელით მანიშნა. მალე ჩამოდიო. თავი დაუქნიე თანხმობის ნიშნად. ჩემს დას ეძინა და ძინარეს წოლისგან დახაზულ ლოყაზე ვაკოცე. მამა ჩემი ფოხანსა და ჩუსტებში კართან მელოდებოდა და ხელში ნახევრად ჩაცლილი ლუდის ბოთლი ეჭირა. მიდიხარ? ხო, მივდივარ. ჩამოგაკითხავ ხოლმე, ღიმილით მითხრა და ცალი ხელით მომეხვია. მე არ განძრეულ ვარ. ქუჩიდან სიგნალის ხმამ შეგვაწუხა. ჩემს სახელს და გვარს მეგაფონით აცხადებდნენ. მანქანამ ძლივს მიაღწია სენაკის სამხედრო ბაზამდე. მეგონა საწორთნელ ტერიტორიაზე ვინმე შემაცილებდა, მაგრამ ბარგი გადმომიგდეს და უზარმაზარ ჭიშკართან მარტო დამტოვეს. მერე ჭიშკარი გაიღო და ჩემს წინ გამხდარი, სახეჩონჩხა, ულვაშებიანი კაცი იდგა შემართული. გვარი, ისეთი დამიღრიალა, პასუხი რამდენიმე წუთით დაუგვიანე. შუბითიძე, სახელი, მამის სახელი, გიორგი ზაზაევიჩი. რუსულად აქ არ ლაპარაკობენ. მომცა შენიშვნა, გასაგებია, ხვალიდან იწყება შენი სამხედრო ცხოვრება. მე გენერალი გელაშვილი ვარ. მეშვიდე კარავში იცხოვრებ. ისე გამომემშვიდობა, თითქოს თვალებით მეუბნებოდა, ერთი ვნახოთ რა ბიჭი ხარო. კარავში საოცარი სიმშვიდე დამხვდა. ზოგი ჩაის ადუღებდა, ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგი მობილურზე ჩურჩულით საუბრობდა და ზოგსაც ეძინა. სულ სხვა ვითარება დამხვდა იმასთან შედარებით, რაც წარმომედგინა. მეგონა აურზაური, არაადამიანური მოპყრობა, საღამოობით ერთ-ერთზე ჩხუბი დამხვდებოდა, რომ შევედი, ყველა მე შემომხედა. გაუმარჯოს! არავინ გამომეხმაურა. აი აქ დაწექი, მიმითითეს მეორე სართულზე. ეს ჟესტი არ მესიამოვნა, მაგრამ თავი შევიკავე. 1 საათითაც არ დამძინებია. მთელი ღამე ვწრიალებდი, მაგრამ ვერ მოვისვენე. თვალი ძლივს მოვხუჭე, რომ ღრიალმა ძალაუნებურად ფეხზე წამომახტუნა. 1 წუთში სტადიონზე იყავით. კისერზე ძარღვებ დაბერილი გენერალი გელაშვილი ფიფქიაში რომ ყველაზე უჟმური ჯუჯაა, იმას წააგავდა. სტადიონზე ჩაგვამწკრივეს. მერე გენერალმა გაგვაფრთხილა. როდესაც მე ლაპარაკობ,
ერთმანეთთან გადაჩურჩულებას არ გაპატიებთ. 100 მეტრიან სტადიონს 15 წრე დაგვარტყმევინეს. მერე 1 საათის განმავლობაში 100 აჯიმანია და 500 პრესი გაგვაკეთებინეს. ძელზე აწევები გამომრჩა. ასე გაგრძელდა 2 კვირის განმავლობაში. იარაღ ჯერჯერობით არ გვაკარებდნენ. ჩვენს მეთაურად ვიღაც ზვიადი დანიშნეს. წალკელი ბერძენი იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველას ცინიკურად და ქედმაღლურად გვიყურებდა. თანაც რატომღაც სულ ღრიალებდა. ისეთ გარემოს ქმნიდა, მართალი გითხრათ, ცოტა მეც ვიძაბებოდი. ერთი სული მქონდა, რამე გადაბრუნებული ეთქვა, მაშინვე მუშტს მიიღებდა ყბაში. მოკლედ წალკელი ზვია და არ მევასებოდა. გოჩა მყავდა ძმაკაცი, რომელიც ზუსტად ჩემს ქვემოთ იწვა. ისეთ ანეკდოტებს ყვებოდა, სულ არ გაგეცინებოდა, მე კი რატომღაც მაინც მეცინებოდა. გენერალი გელაშვილი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა უფროსი, ისიც ვაჟნობდა, მაგრამ ძალიან კეთილი ბუნების კაცი იყო. კინოებში რომ ბოროტი სამხედრო ბრძანებლები არიან, სულ არ გავდა ეგეც. დღეები ჯარში სწრაფად ნამდვილად არ გადიოდა, თუმცა ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი და ვარჯიში იმდენად აღარ მეზარებოდა. წერილების წერა ვისწავლე და მამაჩემთან, ბაყვალასთან და ჩემ დასთან ხშირად მიმოწერა მქონდა. საჭმელი გემრიელი არ იყო, მაგრამ ბორშჩს ასე თუ ისე ნორმალურად ამზადებდნენ. შუბითიძე, გამოცხადდი პაემანზე. მამაჩემმა და ჩემმა დამ ჩამომაკითხეს. დიდი დრო არ იყო გასული, რაც ჯარში წამოვედი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა, ჩემი და რომ საგრძნობლად გაზრდილი მომჩვენებოდა. მამა საშინლად გამოიყურებოდა, თვალები შეშუპებოდა და ყბა უკანკალებდა. მის დანახვაზე მუჰამედ ალი გამახსენდა. ბევრი ვილაპარაკეთ. ერთმანეთს წამდაუწუნ ვეხუტებოდით და ვეფერებოდით. მშობლისადმი სიყვარული ძლიერად ვიგრძენი და მასთან განშორება გამიჭირდა. მამას სულ სხვა ადგილი უჭირავს ცხოვრებაში. ვერავის შეადარებ. თითქოს უგრძესი, გადაულახავი კედელია. ბავშვობიდან რომ ცდილობ, შენი შეუპოვრობა დაუმტკიცო, თუმცა ყოველი ცდა უშედეგოდ სრულდება. კედელი კი მოზარდი ადამიანივით ნელ-ნელა იზრდება და დღითიდღე ღერწმუნდები, რომ რაღაც უსაშველო ძლიერთანა გაქვს საქმე. მერე მის უპირატესობას ეგუები და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებულს. კედელი უსაზღვროდ გიყვარდება. ამჩნევ, რომ მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს და ყველაფერს აკეთებ ამ კედელს ზემოდან რამდენიმე აგური მაინც რომ დააშენო. გინდა რომ უფრო მყარი გახდეს, უფრო გადაულახავი. შესაძლოა თავიც მოიტყუო, რადგან ისეთიც არ აღმოჩნდეს, როგორიც გეგონა, თუმცა ეს იშვიათად ხდება. მამა, ვიყვარხარ. რომ მიდიოდა შორიდან გავძახე რატომღაც. ახლოდან ამის თქმა გამიჭირდა. კედელი ხომ შორიდან უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი განცდა დამეუფლა. თითქოს ბოლოჯერ ხვდებოდი და სხვა დროს მიყვარხარს ვეღარ ვეტყოდი. წელიწად ნახევარი გავიდა. იარაღიდან შესანიშნავად ვისროდი. ბიჭებიდან ყველაზე მაგარი მიზანი მქონდა. ხანდახან სამიზნეს ძალით ვაცილებდი, რადგან გოჩა ეჭვიანობდა, რომ ჯობდი. ნამდვილი ძმაკაცები ხომ ცოტა ეჭვიანები არიან. წალკელი ზვია და საგრძნობლად გამოსწორდა და ჩვენთან მეგობრობას ცდილობდა. მართალია უნიჭოდ, მაგრამ მაინც
ამასობაში მიიწურა 2 წელიწადი და დადგა ჩვენი წასვლის დღეც. როგორც იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ამოიწურა. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, დასასვენებლად საწავსულიყავი. ბათუმში მინდოდა მაგრად. იქ პორტის სანაპირო ღამე ოქროსფრად ბრჭყვიალებს. გენერალი გელაშვილი ტრიბუნაზე გამოსამშვიდობებელი და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ამოვიდა. გილოცავთ ჯარისკაცებო, გილოცავთ პატრიოტებო, თქვენ შესანიშნავად შეასრულეთ თქვენი მისია. მე მიამაყება, რომ ასეთი პატრიოტი, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელმძღვანელი ვიყავი. აქ სიტყვა გაუწყდა, წყალი მოსვა, ამოისუნთქა. უცნაური იყო, რომ ასე გვაქებდა, რატომღაც გელაშვილი თავის თავს არ ჰგავდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა. რის თქმას აპირებდა არ ვიცი, მაგრამ რაღაცისთვის გვამზადებდა. მერე მასთან ვიღაცა მიირბინა და ფურცელი გადასცა. გენერალმა ფურცელს დახედა და მოიღუშა. ვის გვარებსაც გამოვაცხადებ და ამოკითხულებმა ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგით. შუბითიძე, პირველი ჩემი გვარი გავიგონე. ჩემ შემდეგ კიდევ 10 კაცმა გადადგა მისკენ ნაბიჯი. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. დღეიდან უნდა ეცადოთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ სამყაროს გადარჩენაში. დარწმუნებული ვარ, გამოგივათ. ტერორიზმი აუცილებლად აღიკვეთება დედამიწაზე. ბედნიერები ხართ, რომ ღმერთმა შანსი მოგცათ მამაცურად ებრძოლოთ ბოროტებას. კი, მაგრამ რა უნდა ამ კაცს გაგვაგებინოს ბოლოს და ბოლოს. გავიფიქრე და ჩემი ცნობის მოყარეობას მომენტალურად დაკმაყოფილდა. თქვენ ერაყში მიემგზავრებით. ერაყში. ბაღდადში ჩავფრინდით. მზე იქაურობას დაუნდობლად ავარვარებდა. სიცხისაგან გათანგული ჩიტები აქა-იქ შეფოთლილ ხისტოტებზე გატრონულიყვნენ. ქალაქის შესასვლელთან ბონდროს უდაბნოში დავბანაკდით. მორიელებს ყვითელ ქვიშაზე ხოხიალით კვალი ჰქონდათ დატოვებული. ღამეები ისეთი გრძელი იყო, გეგონებოდათ მზე მთვარემ გადაყლაპაო. ამერიკული ავტომატები M16 დაგვირიგეს. ჯარისკაცის ლამაზი ღიამწვანე უნიფორმებით შეგვმოსეს და ტრიმბერლენდის ფორმის ყვითელი ბათინკები ჩაგვაცვეს. სამშობლოდან რომ მივფრინავდით, გელაშვილმა დაგვამშვიდა. ისეთ ადგილას გიშვებთ, მუსულმან ტერორისტებს თვალითაც ვერ ნახავთო. მთელი დრო ხუმრობასა და ერთმანეთის განავლის გატანაში გაივლისო. მოკლედ საბრძოლო განწყობით ნაღდათ არ გავფრენილვართ ერაყში. გოჩა ერაყში გამგზავრებას გადაურჩა, რადგან უნიჭო მსროლელის სტატუსით სარგებლობდა. უდაბნოში საშინლად ცხელოდა. უნიფორმა ისე გვისველდებოდა, შავ ფერს იღებდა. ისე გავირუჯე, ჩემი შავკანიანი თანამებრძოლებისაგან ვერ გამომარჩევდით. მაყვალა წერილებს მწერდა, სულ შენზე ვფიქრობდა, რომ ჩამოხვალ ცოლად გამოგყვებიო. რატომღაც ეგონა, რომ ამ სიტყვებით მამხნევებდა. არადა დაოჯახება სულაც არ მინდოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მონა ვიყავი და მაიძულებდნენ ყამირი მიწა გამეთოხნა. ასეა სხვის ქვეყანაში სხვისი გულისთვის რომ მომო, თუმცა ჩვენ არ ვიბრძოდით. გენერალ გელაშვილის თქმის არ იყოს, მთელი დღე ლაზღანდარობდით და ძალაუნებურად მიწევდა გარშოგზე შემოსკუპული, ჭინთვისაგან გავარდისფერებული შავკანიანების ცქერა. მორიგეობის ჯერი ჩემზე რომ მოდგებოდა, ვალდებული ვიყავი სხვისი განავალი სამხედრო ბანაკიდან მოშორებით წამეღო და დამეწვა. ყველა ასე იქცეოდა, წესი იყო ასეთი. მოუტყან მაგათი წესი, ერთი მაგათი წესების დედაც.
უმძიმეს მდგომარეობაშია ჯარისკაცი, როდესაც არ იცის სად და რისთვის გააგზავნეს, როდესაც სამშობლოს დაცვის განცდა არც ბურძგლავს და შიშისაგან არ აოფლიანებს. მამაჩემი მწერდა, მანდ რომ მოკვდე, დავრწმუნდები, უბედური კი არა, საერთოდ უიღბლო ადამიანი ყოფილხარო. მე მეცინებოდა და პასუხად ბანაკში გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდი. გათენდა. მორიგე ვიყავი. მორიგეობა მეზიზღებოდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში ცუდი სუნი რომ არ მეგრძნო, ნახევარ სახეზე თვალებამდე სამკუთხად გადაკეცილი ცხვირსახოცი მეკეთა. ეს უბრალოდ ჩვევად გადამექცა, თორემ ვერაფერში მშველოდა. კვერცხთავა ამერიკელი პოლკოვნიკი თავზე დაგტრიალებდა და გაღიზიანებული, დაყენებული ტონით მითითებებს გვაძლევდა. მისი ბრძანების შესრულება ჩემთვის სიკვდილს უდრიდა. აშკარად ცუდ დღეში აღმოჩნდი. ერთხელ შეშის მოსატანად წავედი და რომ ბრუნდებოდი, ჩვენი ბანაკის თავზე ფერად-ფერადი სხივები აელვარდა. ავტომატ მომარჯვებული ჯარისკაცები კარვებიდან გამოცივდნენ. უცებ კარვებს შორის უცნობი შავტუხა არაბი ბიჭი გამოჩნდა. ხელში ცეცხლმოკიდებული სქელი ხისჯოხი ეჭირა. შემზარავად გულის გახეთქვამდე რაღაცას ყვიროდა. საოცარია, მაგრამ ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს მინდორში ცხენს უდარდელად დააგელვებსო. ღრიალებდა, მაგრამ რომ ვუყურებდი, პირს თითქმის არ აღებდა. მოჩვენებას ჰგავდა არაბულ ზღაპრებში აღწერილს. შეშა დავყარე და ამ დროს სამხედრო ნაწილისკენ გავიქეცი. უცნობმა ხის ცეცხლმოკიდებული ჯოხი მოისროლა და კარავზე ზემოდან დააგდო. ყველამ ავტომატები დაუშინეთ და ერთდროულად მივაყარეთ ტყვიები. გამჭვირვალე მოჩვენებას ტყვიები ვერაფერს აკლებდა. უდაბნოს მტვერს ბუღი აუვიდა და ქვიშის ყვითელმა ნისლმა ყველა დაგვაბრმავა. გურუსი რომ გაიფანტა, ერთხელაც დავლანდეთ თავდამსხმელი და მერე უდაბნოს მტვერში თვალსა და ხელებს შვა მოჩვენებასავით გაუჩინარდა. ნახევარ საათში დაიფერფლა მთელი ბანაკი. მსხვერპლი არ იყო, თუმცა ბანაკიც აღარ იყო. მახსოვს რომ გარბოდა მისმა უნაგირმა წითლად გაანათა ყვითელ უდაბნოში. გელაშვილის დედა ვატირე. აკი მხოლოდ ხუბრობა და მოსაქმებულის გატანა იქნებაო. ამერიკელები, რისი ამერიკელები არიან, განადგურებული თუ არ აღადგინეს. ორ დღეში ახალი კარვები, ფორმები და ბათინკები გქონდა. მუსულმანი მოჩვენება ძილშიც არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. ის ზღაპრის გმირად მოგვევლინა, ოღონდ რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ბოროტ გმირად არ აღვიქვამდი. ყოველი მისი ნამოქმედარი იმდენად ჰალალი, ემოციური და მამაცური გახლდათ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მისი შემშურდა, რომ ამ მიწაზე ისეთი თავგანწირვით ვერასდროს ვიბრძოლებდი, როგორც ის დედამიწის ზურგზე ყველაზე წმინდა მოვალეობას აღასრულებდა, იცავდა საკუთარ სახლს, რომელსაც გადამთიელები ეცილებოდნენ. მიწა ღრმად გავთხარეთ და სანგრებიდან მიზანში სროლაში ვარჯიშობდით. თავკვერცხა პოლკოვნიკი აღშფოთებას არ მალავდა. გლანძღავდა კიდეც. ერთმა ჯოხიანმა კაცმა 10 ავტომატიანი როგორ დაგჯაბნათო. არ ვიყავით გასალანძღები. გული მიგრძნობდა, ერაყელებთან შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა. ის არაბი მოჩვენება კვლავ გაიელვებდა ზღაპრული გმირივით. ბრძოლის მოლოდინმა ძილი წამართვა. მამამ მომწერა, საქართველოში 3 დღიანი ომი იყო რუსებისა და ოსების წინააღმდეგო. ისეთი განცდა დამეუფლა.
თითქოს დიდი ბრძოლიდან უფრო დიდ ბრძოლაზე გავიქეცი. თითქოს სიმამაცე დავამტკიცე და უფრო სახიფათო და საჭირო ადგილისაკენ გამოვკურცხლე. ამ დროს თავს ვიტყუებდი, რადგან ჩემი სამშობლო განსაცდელში მივატოვე და უდაბნოში რისთვის გამოვიქეცი, თვითონ არ ვიცოდი. რეალურად ასე არ არის, თუმცა მე ასეთი განცდა დამრჩა და ეს განცდა გულს მისერავდა. ყიჟინა გავიგონეთ და მოლოდინისაგან შეშფოთებულებმა ერთდროულად მოვიმარჯვეთ ავტომატები. არაბები რაღაც თვითნაკეთ ჯავშნიან ავტომანქანებში ჩამსხდარნი ბღუილით მოიწევდნენ ჩვენსკენ. ბანაკის გადამბუგველი მოჩვენება სადღაც ბაღდადის პროფილაქტიკაში აწყობილი ბეტერით თავგანწირულად მოუძღოდა მათ. ღმერთო ჩემო, ჩუმად ვიმეორებდი. უდაბნოში ქვიშამ აამტვერა და ცა გააყვითლა. კვერცხთავამ ბრძანება გასცა და მძიმე ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ავტომატები ერთდროულად დაუშინეთ თავდამსხმელებს. აფეთქებების, გავარვარებული რკინის ლღობის და დაჯავშნული შუშების ლეწვის ხმა ერთმანეთში აირია. მტრის ყველა სამხედრო საბრძოლო სატრანსპორტო საშუალება ჰაერში ავწიეთ და ნაცარტუტად ვაქციეთ. ცხედრები პანტაპუნტით სვიოდნენ და ყვითელ ქვიშაზე დამწვარი ადამიანების შავი ფერფლი ეყარა. შუბლიდან ოფლი ღვარად ჩამომდიოდა. თვალებში ჩამდიოდა და მეწვოდა. მხოლოდ ხის ჯოხიანმა მოჩვენებამ შეძლო ცეცხლმოკიდებული ჯავშან მანქანის მიტრიალება და გაქცევა. ბორბლების სისხლით გაჟღენთილ სილაში ეფლობოდა და სამშვიდობოს გასვლა გაუძნელდა. ეკიპაჟის 3 წევრი მოკვდომოდა. თვითონაც სულ ზღაფავდა. ძიმედ დაჭრილს საჭის დამორჩილება გაუჭირდა. სახურავ გადაგლეჯილი მანქანის ძრავა უდაბნოს ქვიშით ამოევსო და ნელ-ნელა დადუნდა. მიდით, მიხევით ტერორისტს! ოდნავ შეშინებული ღრიალებდა თავკვერცხა. ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ბედავდა. ფეხებით სილაში მუხლებამდე ვიყავით ჩაფლობილი. არ ვიცი მართლა გავრაინდდი თუ რა მოხდა, გავბედე და სანგრიდან ამოვძვერი. ისეთი ბუღი იდგა, ალალბედზე მივიწევდი წინ. უკან მოვიხედე, ამერიკელები ისევ სანგარში იყვნენ. არავინ გამომყოლია. შემეშინდა, მაგრამ სვლა განვაღრძე თვალმოჭუტულმა. ძალიან ახლოს, ალბათ 20 მეტრში მანქანიდან ამობობღებული და ქვიშაზე მხოხავი მოჩვენება დავინახე. თავზე წავადექი. არაბი ზიზღით მიყურებდა. ჩურჩულით თავის ენაზე მაგინებდა. რას ამბობდა არ მესმოდა, მაგრამ უეჭველია მაგინებდა. მუცელში იყო დაჭრილი და ჭრილობაზე ხელს იფარებდა. სისხლი თითებზე გადმოსდიოდა. თავის წამოწევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ლულა შუბლზე მივაბჯინე და ის იყო სასხლეტისათვის ხელის გამოკვრა დავაპირე, რომ სინდისმა ტვინსა და ტანში დამიარა და ღმერთო ჩემო, ერთბაშად აღმომხდა. წამოდექი, ბიჭო, რამენაირად შეძელი, მომეხმარე, თორემ მოგისწრებენ და მოკლავენ. დავძახოდი ქართულად, მერე დავიხარე და ძლივს წამოვაყენე. მიდი, დროზე უნდა წახვიდე. რატომღაც ისევ ქართულად უთხარი. ჯერ ფორთხით, მერე ბორძიკითა და კოჭლობით ძლივს გამეცალა და ისევ გამოოგნებლად. მოჩვენებასავით გაქრა. 3 დღე სინანულით ვიძახე, როგორ გამექცა ეგ ნაბიჭვარი მეთქი. ამერიკელები მამშვიდებდნენ, არა უშავს, დანარჩენები ხომ ჩავხოცეთო. ხო მეთქი, ვითომ კმაყოფილი სახით ვპასუხობდი.
რამდენიმე დღემ ქარივით გაიქროლა და უდაბნოს ქედებს ბევრი ქვიშა გადააცალა. თბილისიდან წერილი მომივიდა, ჩემი დამწერდა, მამა საავადმყოფოში დავაწვინეთ და 2 დღეში გარდაიცვალაო. ვიტირე, გადაულახავი კედელი კი, რასაკვირველია, უფრო გამყარდა და გაიზარდა. მამამ ანდერძი დატოვა, ანდერძით ტუალეტის ქაღალდის ქარხანას მე მიტოვებდა. მოკლედ ოფიციალურად გავხდი მილიონერი. მამა მენანებოდა და ტუალეტის ქაღალდი ფეხებზე მეკიდა. შეიტენონ ტრაქში, შეიტენონ უკანალში. თუმცა ისედაც ხომ იტენიან. ჩვენი 1000 კაციანი რაზმი აიყარა და სხვა ადგილზე დასაბანაკებლად მოემზადა. პაპანაკება სიცხე იდგა და ქარავანივით ნელა მივიკვლევდით გზას. თავკვერცხა ისევ წინ მიგვიძღოდა და მომაკვდინებელ ბრძანებებს იძლეოდა. მოულოდნელად მიწამ სუბუქად აკანკალდა და უცებ რაღაცამ ისე იბუთქა, რომ ცა შვაზე გახია და ცეცხლის შავი კვამლი ავარდა. 10 ჯარისკაცის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები ქვიშაზე მიმოიფანტა. მხოლოდ მე დავრჩი უნებელი, შოკში ვიყავი, გაშეშებული ვიდექი და ცას ავყურებდი. კვამლი შავ მდინარეს გავდა. ღმერთო ჩემოც კი ვერ წარმოვთქვი. უცებ საიდანღაც არაბი მოჩვენება გამოჩნდა და უწინდებურად დაიღრიალა. პირს კვლავ არ აღებდა. მერე კი ისე უცებ გაუჩინარდა, რომ ქვიშაზე მის კვალს კი არა, ჩრდილსაც ვერ მოვკარი თვალი. სამშობლოში დაბრუნებულს გადარჩენას მილოცავდნენ. გაკვირვებით შემომყურებდნენ. ამერიკელებმა და ქართველებმა გმირობისათვის ჯილდოც კი გადმომცეს და ერთობლივად აღნიშნეს. შენ რა საოცარი ბედი-ღბალი გქონიაო, არადა რა ბედი, რა იღბალი. რა იცოდნენ, რომ არაბმა სიკეთისათვის სიკეთით გადამიხადა. თავისებურად, არაბულად, მუსულმანურად. ყველა ამოჟუჟა და მე დამტოვა ცოცხალი. იმ დღიდან სინდისმა ისევ დაიწყო ჩემს სხეულში სირბილი და დღემდე დარბის. არ გაჩერებულა.